იუდეველთა იბერიაში დაფუძნებიდან თითქმის 600 წელი გავიდა. იბერიელთა სტუმართ მასპინძლობას ებრაელები კეთილმეზობლობით პასუხობდნენ. თუმცა მათ ისტორიულ სამშობლოში უამრავი საბედისწერო რამ ხდებოდა. 70 წელს რომაელთა არმიამ ტიტუს სარდლობით იერუსალიმით დაიპყრო და გაანადგურა. ეს მოვლენა იუდეის ომის კულმინაცია იყო, რომელიც რომის იმპერიის წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყებით დაიწყო. 66 წელს რომის პროკურატურად მოვლენებელმა ჰესიუს ფლორმა იუდეველების სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. ნაცვლად იმისა, რომ ავაზაკთა ბანდები მოეთოკა, ის ფარულად უწყობდა ხელს მათ თარეშს, რისთვისაც ნაძარცვიდან წილსაც კი იღებდა. ბოლოს ესეც არ იკმარა და იერუსალიმის ტაძრის საგანძური გაძარცვა და თავის მეომრებს 3000-მდე იუდეველი მოაკვლევინა. ამან ხალხის მოთმინება სხვარი დაუდო და გადაწყდა ხელთ იარაღის აღება. აჯანყება ცეცხლის ალივით მოედო მთელს ქვეყანას. აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონები თითქმის მთელს იუდეაში. აჯანყების ჩასახშობად რომიდან საგანგებოდ გამოგზავნილმა ლეგიონებმა ტიტუს მეთაურობით ქალაქი და მისი წმინდა ტაძარი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა ტყვედ აიყვანეს და მონებად გაყიდეს.